ვაქცინის ტექნოლოგია ყოველდღიურად იხვეწება. როდესაც ახალი დაავადებები ჩნდება, მაგალითად COVID-19, მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავებაზე, რათა შევინარჩუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა, თავიდან ავიცილოთ და შევაჩეროთ ეპიდემიები. მოდით ნახოთ, როგორ მზადდება ვაქცინები და რა პროცესი უნდა გაიარონ, სანამ მათი გამოყენება დაიწყება. როდესაც მეცნიერებს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სურთ, ჯერ კარგად აკვირდებიან გამომწვევ ვირუსს ან ბაქტერიას და სწავლობენ, როგორ უტევს ის სხეულს. ამით ადგენენ, რა არის საჭირო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. ვაქცინის შემუშავების შემდეგ მეცნიერები გარკვეულ ცდებს ატარებენ, რათა დაინახონ, როგორ რეაგირებს ჩვენი იმუნური სისტემა ვაქცინაზე. იწვევს თუ არა ის იმუნურ სისტემას დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უსაფრთხოა? იწვევს თუ არა რაიმე გვერდით მოვლენებს. პირველი გამოცდა ძირითადად კეთდება ცხოველებზე, მაგალითად ლაბორატორიის თაგვებზე. წარმატების შემთხვევაში მეცნიერები დაიწყებენ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას, რაც სამ ფაზადაა დაყოფილი და ვაქცინის ცდები ეწოდება. ამ ცდებში მონაწილე ყველა მოხალისეა. მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მათ მდგომარეობას ვაქცინის მიღებამდე, მის დროს და მის შემდეგ. ექიმები ასევე რეგულარულად ამოწმებენ მათ და ეკითხებიან, რას გრძნობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მუშაობს ადამიანებზე. პირველ ფაზაში ვაქცინა მცირე რაოდენობის ჯანმრთელ ადამიანებს მიეცემა, რათა შეამოწმონ უსაფრთხოება და გაარკვიონ, თუ რამდენი ვაქცინაა საჭირო იმუნური სისტემის გასააქტიურებლად, რომ სხეული ამ ვირუსისგან დაიცვას. მეორე ფაზაში ვაქცინას რამდენიმე ასეულ ადამიანს აძლევენ, რათა შეამოწმონ, როგორ მუშაობს იგი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში და რამდენი ვაქცინა იქნება საჭირო თითოეული ადამიანის დასაცავად. მესამე ფაზაში ვაქცინა ათასობით ადამიანს უკეთდება. იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იცავს ვაქცინა დაავადებისგან, მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად იყოფა. ახალ ვაქცინას ერთი ჯგუფი მიიღებს, ხოლო მეორე ჯგუფი მიიღებს პლაცებოს, ანუ ცრუ ვაქცინას, რომელიც შედგება მხოლოდ მარილიანი წყლისგან, ან ვაქცინას, რომელიც იცავს სხვა დაავადებისგან. ამ ორი ჯგუფის შედეგების შედარებით, მეცნიერებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ, რამდენად კარგად მუშაობს ახალი ვაქცინა. ვაქცინის ცდების შედეგებს შეისწავლის და განიხილავს ექსპერტთა ჯგუფი. მას შემდეგ, რაც ვაქცინა ყველა საჭირო გამოცდას გაივლის და იქნება უსაფრთხო და ეფექტური, ვაქცინის შემქმნელ კომპანიას შეუძლია მეტი ვაქცინის დამზადება დაიწყოს. ვაქცინები უკვე მზადაა სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნისთვის. ამის შემდეგ ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ექსპერტები აგრძელებენ მეთვალყურეობას ვაქცინის უსაფრთხოებაზე ნებისმიერი სახის გვერდით ეფექტებზე დაკვირვებით. მთელი მსოფლიოს მეცნიერები აგრძელებენ ვაქცინების შემუშავების ახალი გზების ძიებას, უფრო მეტი დაავადების წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო უკეთ დავიცვათ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობა.